მარიამ ჯანჯღავა. და მენტორის სცენაზეა. რა თქმა უნდა, მარიამმა დაიმსახურა ეს არა მარტო მენტორისგან, არამედ ჩემგანაც დარწმუნებული ვარ, გიორგისგანაც. და რა სიტყვის ჟიური, აბა, გიორგი დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ აქამდე მარიამია არანაკლებ რთულ სიმღერებს ასრულებდა, მაგრამ მეტნაკლებად მაინც ჩანდა, რომ ის იყო ბავშვების კატეგორიის წარმომადგენელი. დღეს მე პირველად მქონდა შეგრძნება, რომ სულაც არ ვუყურებდი უკვე ერთ-ერთ კონკურსანტ ბავშვს, რომელსაც გაუჭირდება ზრდასრული კონკურსანტებისთვის კონკურენციის გაწევა. დღეს მარიამმა დაამტკიცა, რომ ის აბსოლუტურად იგივე საფეხურზე დგას და შეუძლია ზუსტად ისე იბრძოლოს გამარჯვებისთვის, როგორც ნებისმიერს ჩვენი სამის კატეგორიიდან. ბრავო მარიამ. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შეფასება იყო. აგრეთ ყოველად სცენაზე არ ამოვიდოდა. მე მარიამის სულმა აოცებს, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად გამაოცა და გეტყვით რა გამაოცა. პირველ რიგში მე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ბავშვი არის სავსე არტისტიზმით. ანუ არა მხოლოდ მღერის ნოტებს არაჩვეულებრივად, იმიტომ რომ სიმღერა და არც X-Factor და საერთოდ სიმღერა მარტო ნოტები ალბათ არ არის. ასრულებს ყველაფრით, თავის სულით, გულით, გამოხედვით, მზერით, ყველაფრით. ესეც სიმღერა ამასაკის ბავშვმა მართლა არ ვიცი, იცი როგორ გადმოიტანა ემოცია ჩემზე, რომ აი იშვიათად მტირი ვარ ხოლმე, არ ვარ მტირალა და იშვიათად, მაგრამ მართლა გული ამიჩუყე შენი მონაყოლი ამბით და არა იმ ლამაზი ნოტებით, რომელიც აიღე და ეს ჩემთვის ძალიან მაგარი რაღაც არტისტი ხარ, ჩამოყალიბებული არტისტი ხარ. არაჩვეულებრივი შეფასებისთვის დიდი მადლობა. სოფო გისმენთ. მე რაც ყველაზე ძალიან მომწონს მარიამში, კი რა თქმა უნდა ეს გამოხედვა მზერა ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მუსიკალური პროექტია და ამიტომ არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი მუსიკალურობა.
მარიამი ისეთი მუსიკალურია, რომ ზუსტად იმიტომ არის ესეთი ემოციური მისი ნამღერი, რომ არის არაჩვეულებრივად მუსიკალური. ისე გრძნობს ამ მუსიკას და ისე ლამაზად ამბობს ამ ფრაზას, ისე ზუსტად აკონტროლებს, სად როგორ მოუმატოს, სად ზედმეტი, სად ნაკლები. ეს არის მუსიკალურობა, რომელიც ან გააქვს, ან არ გაქვს. მისი შეძენა წარმოუდგენელია და ეს აქვს მარიამს. ეს არის დაბადებული მუსიკალური მუსიკოსი, ესე ვთქვათ. და მას შეუძლია ყველაფერი, ამიტომ ამ თავისი მუსიკალურობით. ბრავო. და გულსმენთ მენტორს, რა თქმა უნდა. ანრი. მენტორი აღარაფერს დაამატებს, მე ერთ სიტყვაში გამოვხატავ ჩემს ემოციას, მე დავკარგე მეტყველების უნარი. ბრავო. მენტორმა დაკარგა მეტყველების უნარი, მაგრამ მე გეტყვით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მარიამის გულშემატკივრებო, ძალიან კარგია დარბაზში თქვენი შეძაღილები, აქტიურობა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნება, რომ სასწრაფოდ დაურეკოთ მარიამს ნომერზე 09-300-300-12. და გავასრულოთ სერიან მარიამ ჭანჭღავა. ბრავო! ბრავო მარიამ! გამოიწერე ჩვენი არქივი. ამისათვის დააჭირე გამოწერის ღილაკს.